საქართველოში კი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად ორ ბანაკად გაყოფილ ოპოზიციაში დაპირისპირება მწვავდება. შიმშილობის აქტმა არ გაამართლა და ახლა ოპოზიციას საპროტესტო აქციას უწყობს. ერთ ბანაკში ლელო და გახარიას პარტია, მეორეში კი ნაციონალები და ახლები. ძველი ოპოზიცია შედარებით ახლებს პოლიტიკური ველიდან გაქრობას უწინასწარმეტყველებს. მათთვის მიუღებელია ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ბიზნესმენების საარჩევნო ტანდემიც. ხელისუფლებისთვის ოპოზიციის ნებისმიერი კონფიგურაცია მარცხისთვისაა განწირული. ქართული ოცნება მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება, თბილისის მერობის კანდიდატს კი უახლოეს დღეებში დაასახელებს. ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. ეს არის ბრძოლა, რომელიც უნდა იყოს ქუჩაში. არ გავწირავთ საქართველოს მოქალაქეებს ეგზისტენციალური საფრთხისთვის. ეგზისტენციალური საფრთხისთვის მოქალაქეები თავად ხელისუფლების ოპონენტებმა გაწირეს. ოპოზიცია ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოდის. ამჯერად ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზირზე გამოუცხადეს და სცენიდან კარგად ნაცნობი სტრატეგია გაამხილეს. ბრძოლა მხოლოდ ქუჩაში. იმისთვის რომ ერთმანეთს ვენდოთ, ერთმანეთი უნდა გავიცნოთ. ერთმანეთის გაცნობამ ერთ დროს ერთ აზრზე მყოფები ორ ბანაკად გაყო. ასე შედგა ოპოზიციის მორიგი აქციაც, ისევ ერთმანეთის წინააღმდეგ. ოპონენტებად გცეული კოლეგების პროტესტი გახარიას პარტიისთვის ისევ გაუგებარია. ჩვენ არ მიგვიღია მონაწილეობა ამ აქციაში და სრულიად გაუგებარი იყო ამ აქციის მიზანი. უბრალოდ განანდა ესე უტიფრად იტყუებია. ყოფილი პრეზიდენტის პარტიამ ერთ დროს კოლეგებს ჯერ მოღალატეები ეძახა, შემდეგ პოლიტიკურ მიცვალებულებად გამოაცხადა. ახლა კი მატყუარები უწოდა. გახარიასა და ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიებმა მიხეილ სააკაშვილის მოქმედი და ყოფილი თანაგუნდელებისგან მუქარაც მიიღეს. მოუწევთ ამ ეგრეთ წოდებული არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, ფორმალურ წინააღმდეგობას აპირებენ გაუწიონ, რომ შეიქმნას კონკურენციის იმიტაცია. ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას ამ სპეცოპერაციაში, როგორ მოიგებენ ხა, ნუ არ ვიცი, ვის თავის იდებილებენ, ხალხი გონია დებილი თუ რა. გახარიას თანაგუნდელები განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამენ. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტია კი ბრალდებებს უპასუხოდ ტოვებს და მხოლოდ საარჩევნო მარათონში ჩართვას აანონსებს. პარტია იმუშავებს, საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს და ამას ვნახავთ რა შედეგსაც დავდებთ. რაც უფრობებს იწილებს და ისტერიას გამართავს ნაცმოძრაობა, მე პირადად ამით მხოლოდ ენერგიას ვიღებ. მაშინ როცა ექს-პრეზიდენტისა და ექს-პრემიერის გუნდებს ერთმანეთში პოლიტიკური ომი აქვთ გამოცხადებული, ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში მორიგი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება. ორად გახლეჩილ ოპოზიციურ მოედანზე ერთმანეთს შორის დაპირისპირება ხელისუფლებისთვის მორიგი შოუს ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ 4 პარტიის გზა ორად გაიყო, მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ბარიერ გადალახულ გუნდებს ერთმანეთისგან რეალურად არაფერი განასხვავებთ. აგენტის ბედი რომ ვიცით რომ ძალიან შავია, ამას არ ჭირდება დამატებითი ახსნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ვერ იტანენ ერთმანეთს და პიროვნული ზიზღიც კი აქვთ ერთმანეთთან, მათ აერთიანებს ორი რამ. ერთი ისინი რომ უსამშობლოები არიან, იმსახურებს დასჯას, ამას საკუთარ სამშობლოზე რო იტყვი, ამიტომ ხარ უსამშობლო და ამიტომ არიან ეს ადამიანები უსამშობლოები. ამავდროულად უსამშობლოებასთან ერთად აერთიანებთ თავიანთი პატრონი. აქვთ მიღებული დავალება, რომ ორი ნაცი, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები გარეცხონ. ჩამორეცხონ თავიანთი ნაცური წარსული და აზბყო. ამ დავალების შესაბამისადაც კიდევ აქვთ მათ შორის ბრალდებები, მათ შორის მხილებები, მცდელობები ბევრია, როგორც წასულში იყო, ისევე ახლაც გრძელდება, რომ როგორმე მოიპოვონ ხელისუფლება და ძალაუფლება. შევახსენებ, რომ ქართული ოცნების გუნდს 1,100,000-ზე მეტი მხარდამჭერი ყავს. მძიმე მარცხს უკვე ყოფილ კოლეგებს უანონსებს მიხეილ სააკაშვილის პარტიაც. კივნეულიც არის ორ სკამზე როცა ზღერა, იმიტომ შეიძლება გაიხე შუაზე. ეგელის ამ ორ პარტიას გაიხევიან შუაზე. ლელოს და პირადად აი მის ლიდერებს გახარიამ რაც აკადრა, ეგეთი არავის არ უკადრია მათთვის. გაერთიანდნენ მეორე ადგილისთვის და ახლა არის ის რომ ერთი ციხეში ზის და მეორე ქვეყნიდან დათესილია. ერთი თვის წინ საქართველოდან წასული გიორგი გახარია თვითმმართველობის არჩევნებში ბრძოლას აანონსებს. თუმცა ბრძოლის ეფექტურ ადგილად არა თბილისს, არამედ ბრიუსელს მიიჩნევს. ოცნებას ნამდვილად არ ჩავყართ. ჩვენ ყველამ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტურები ვართ. ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა არის აქ.
გაქცევა და გაპარვა, ამას ხედავენ ქართული ოცნების ლიდერები გახარიას პოლიტიკური სვლის მიღმა. პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გახარიას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, რაც უკვე არაერთხელ დადასტურდა. გაიქცა 2021 წელს საქართველოს ოცნებიდან, ეხლა გაიქცა თავის პარტიას და ასე დარბისთან იტყუება. გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არაერთხელ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში 2 სხვადასხვა რამ თქვა რომ ელჩები არ ახსოვს ვისთან რა ქონდა საუბარი გადადგომის წინადღეს და 5 წუთში თქვა რომ ამერიკის ელჩი შეხვდა და ვიცით რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა ის საბოლოო ჯამში თავის თანამდებობიდან სიტუაციური მატყუარა. ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების საფუძველი მუნიციპალური არჩევნები გახდა. 4 ბარიერ გადალახული პარტიიდან 2-მა ბოიკოტში დარჩენა. 2-მა კი 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონში ჩართვა გადაწყვიტა. თუმცა ყველა მათგანმა მაინც მიმართა ცესკოს, რათა ერთ შემთხვევაში დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, მეორე შემთხვევაში კი იმისთვის, რომ არ დაკარგონ პარტიული ნომერი.